ესანე მოგესალმები, მიხარია რომ ჩვენთან ერთად ხარ. მოდი სულ თავიდან რომ დავიწყოთ ჩვენი კარიერა, ვიცი რომ 15 წლის ასაკში დაიწყე ჭარბწონიანობის გამო, თუმცა მაშინ ბევრს არ სჯეროდა შენი რომ პროფესიულად ასე წინ წახვიდოდი. გითხარი რა ეტაპი გამოიარა და როგორ გადაიქცა შენი მიზანი პროფესიულ კარიერად? მოგესალმებით. სწორად აღნიშნე, საერთოდ არ იყო ჩემი ჰობი კალათბურთი, უბრალოდ ჭარბწონიანობა მაწუხებდა და გადავწყვიტე რომ რაიმე სპორტში უნდა მიმეყო მონაწილეობა, რადგან დამეკლო წონა. მივედი ზესტაფონში, ჩემს პირველ მწვრთნელთან თემურ ჯაშიაშვილთან, იყო საქართველოს 16 წლამდელების და 18 წლამდელების გოგონების შეკრება. რა თქმა უნდა, იქ რომ მივედი, გოგონები უკვე ისე გამოიყურებოდნენ, რომ ფორმაში იყვნენ და კარგად ფლობდნენ ბურთს, როლს და ასე შემდეგ. და იყო ცოტა უკვე რეაქცია, იყო ცოტა ისეთი აი რამხელა და აი ამას კალათბურთზე რა უნდა და რა თქმა უნდა, პირველმა 3 დღემ ძალიან იმოქმედა ჩემზე. 3 დღის შემდეგ მივხვდი, რომ უბრალოდ გამიმართლა, რომ მაქვს ეს შანსი. აქედან გამომდინარე, დავუწყე საკუთარ თავს საუბარი, რომ აი ცადე, რატომაც არა და ზუსტად ის ჩემი, ესე რომ ვთქვათ, კომპლექსი გახდა ჩემი мотиваცია. ზესტაფონში მართლა ფარის ქვეშ ვიდექი ხოლმე და ვარჯიშობდი. მაშინ ვიყავ სადღაც 130 კილომდე და იმასაკისთვის ნამდვილად ძალიან დიდი იყო. მაგრამ შედეგმა და შრომამ ნამდვილად გამოიღო შედეგი. მომეცა შანსი რომ მომხდარიყავი ევროპის ჩემპიონატზე 16 წლამდელებში და რა თქმა უნდა უღრმესი მადლობა მწვრთნელებს ამისთვის. შოთა იაკაშვილს სამწუხაროდ ჩვენი მწვრთნელი დაიღუპა, მაგრამ დღემდე მახსოვს როგორ აი ფარქვემოთ მაყენებდა და სროლას მასწორებინებდა და უამრავი კარგი მოგონება, ასევე ნინო ყიფშიძე, ზვიად დიდბარიძე, რომლებაც მაქსიმალურად იმუშავეს ჩემზე და მომცეს შანსი რომ ყოფილიყავი საქართველოს 16 წლამდელების ნაკრების წევრი. შრომამ ნამდვილად გამოიღო შედეგი. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ FIBA-მ გამოაქვეყნა შენ შესახებ სტატია, რაც საკმაოდ იშვიათი შემთხვევა იყო ქართველი გოგო კალათბურთელისთვის. რა განცდა იყო, როცა მიხვდი რომ საერთაშორისო კალათბურთის ცენტრში მოექეცი? ერთ-ერთი საუკეთესო ხუთეულ მოთამაშეში შევედი. აქედან გამომდინარე საშუალოდ მქონდა 19 მოხსნა და 21 ქულა. მივხვდი რომ FIBA-მ ჩემს დაწერა სტატია და ნელ-ნელა ხვდებოდი თუ რაოდენ დიდი ნაბიჯი იყო ეს ჩემი კარიერისთვის, მაგრამ არ დაგიმალავდი და ისევ არ მქონდა ის ფიქრი რომ მე შეიძლებოდა და კალათბურთზე ქვეყნის ფარგლებ გარეთ მეთამაშა. მოხვდი საქართველოს 18 წლამდელების გოგონების ნაკრებშიდაც და მივიღე საკმაოდ კარგი სათამაშო დრო და სტატისტიკა. თამაშობდი ზესტაფონში ჩემთვის, უბრალოდ ფარქვეშ ვერ სროდი ბურთს. საქართველოს შიდა ჩემპიონატიც ნათამაშები მაქვს მცირე, მაგრამ მითამაშია ქალთა ლიგაზე და უცებ აღმოჩნდი ევროპის ჩემპიონატზე, სადაც მოხდა ისე რომ ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე დავსახელდი. ამიტომ არ ვიყავი მზად ამ ყველაფერისთვის და ვერ გავიაზრე, რადგან ზუსტად იმ ფინალის წაგებას განვიცდიდი და ეგ ყველაფერი იყო ჩემთვის მეორეხარისხოვანი. 16 წლის ასაკში FIBA-ს სტატიის შემდეგ უკვე შემოთავაზებები წამოვიდა და დაინტერესება მოხდა სტელა აზურასგან. იტალიაში გააგრძელე კარიერა. მოდი გაიხსენე ის პირველი დღე, როცა უცხო ქვეყანაში გადახვედი, საკმაოდ პატარა ასაკში, როგორი განცდა იყო და როგორ ფიქრობ რა მოგცა პირველმა გუნდმა? ლევან ბაბილოძეს დაუკავშირდნენ. ლევან ბაბილოძე საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში თამაშობდა იტალიაში და ამიტომ იცნობდნენ. 3 კლუბიდან მქონდა შემოთავაზება. აღმოჩნდა რომ სტელა აზურა იყო ჩემთვის საუკეთესო ვარიანტი. პირველი გოგონა ვიყავი ჩემს ასაკში იმ პირობებით, როდესაც წავიდა საზღვარგარეთ სათამაშოდ კონტრაქტით და დავიწყე უშუალოდ იტალიის ლიგის თამაში. მივხვდი რომ აი აქ დანებება უბრალოდ ფიზიკურად არ შეიძლებოდა. ყველას ცხოვრებაში არის რაღაცა რთული მომენტები, ხო? და ვიცი რომ ორ ადამიანზე საუბრობ დიდი მადლიერებით, ესენი არიან თორნიკე შენგელია და ზაზა ფაჩულია. კონკრეტულად რა როლი ითამაშეს მათ შენს კარიერაში და ცხოვრების განვითარებაში? ვიცი რომ გაქვს ბევრი სათქმელი და გინდა. მინდა რომ მართლა მადლობა გადაუხადო ესე საჯაროდ, რადგან ყველა ნაკრების ბიჭებიც ძალიან კარგები არიან, მაგრამ ეს ორი ადამიანი და პიროვნება ნამდვილად დიდი როლი ითამაშეს. როგორც აღნიშნე, არის ეტაპები ცხოვრებაში, როდესაც ფიქრობ, რომ აღარ გამოგივა, აღარ გინდა გადაღლა გაქვს, თითქოს დაუცველობის მომენტი, მით უმეტეს, როცა ქვეყნის ფარგლებ გარეთ ხარ. კლუბში ექნა ფინანსური პრობლემები, აქედან გამომდინარე, უკვე ისეთი მომენტი იყო, რომ ან კლუბიდან უნდა გადასულიყავი, ან გჭირდებოდა დალაპარაკება, ცოტა ძლიერი მხრიდან. ზაძა დაელაპარაკა მათ, მაგრამ ძალიან უკუ რეაქცია მოყვა, არ ველოდებოდი მათ ესეთ რეაქციას. მე ვუთხარ რომ მოგვარდა, რადგან აღარ მინდოდა კიდევ ზაზა შეწუხება. ეს ფინანსური პრობლემები კიდევ უფრო გამწვავდა და აქ უკვე აღარ იყო ანაზღაურებაზე საუბარი, აქ იყო უკვე ჩემს განათლებაზე. თხოვე რომ უნივერსიტეტში დავერეგისტრირებინე და მითხრეს რომ დამარეგისტრეს, მაგრამ არ ვიყავი დარეგისტრირებული, რადგან არანაირი შეტყობინება არ მოსვლია მეილზე. ასევე ვიყავი მაგ პერიოდში ახლო კონტაქტზე თოკოსთან და ყოველთვის мотиваციად მე
მეუბნებოდა და მამხნევებდა და მკითხა როგორ მინდოდა ჩემი უნივერსიტეტის საქმე და ავუხსენი ეს ყველაფერი. ვუთხარი რომ უბრალოდ საქართველოში წასვლა მინდოდა და თორნიკე მითხრა რომ არანაირად შენ საქართველოში არ უნდა წახვიდე, რადგან იცი რომ ამ ეტაპზე საქართველოში არაფერი ლიგა არ არის და ეს ნიშნავს რომ შენი კარიერა უბრალოდ უკან წავა და მითხრა რომ ის მზად იყო რომ ფინანსურად ჩემი უნივერსიტეტზე დალაპარაკებოდა და თვითონ გადაეხადა ეს ხარჯები საკუთარ თავზე აიღო. მაგ სიტყვების შემდეგ მივხვდი რომ უკარგესი ადამიანები მყავდა გვერდით და ნებისმიერ მომენტში შემეძლო მათ იმედი მქონოდა და მივხვდი ზუსტად რომ თორნიკეს და ზაზას მსგავსი მიდგომით მივხვდი რომ მე ალბათ მქონდა რაღაც ნიჭი რასაც და პოტენციალი რასაც ისინი ხედავდნენ და უბრალოდ არ უნდათ რომ მატერიალიზმის გამო მე რაიმე დაბრკოლება შემქნოდა. თორნიკე მითხრა რომ არასდროს არ მიცე არავის უფლება რომ შენი შრომა, შენი პატარა მე უკან დახია და უბრალოდ გული ატკიო და იმდენად იმოქმედა ამ სიტყვებმა დღემდე ყოველთვის მისი სიტყვები მახსოვს და უღრმესი მადლობა ამ ორ ადამიანს განსაკუთრებით რომ ძიმე პერიოდში დამიდგნენ გვერდით და გზა გამიკვალეს. და რამდენად მნიშვნელოვანია იმ რთულ პერიოდში, როდესაც ადამიანები რაღაცა გარკვეულ წინაღობას ვაწყდებით, უბრალოდ სწორი ადამიანები იყვნენ ჩვენს გვერდით, რომლებიც თუნდაც სიტყვით გაგვამხნევებენ და გვაგრძნობინებენ რომ ჩვენს ზურგს სულ შენი კარიერა გრძელდება იტალიაში. რას ნიშნავს იტალია შენთვის, ეს ქვეყანა? ანგლისში მოგავაფორმე ხელშეკრულება 2025 წელს. ჩემი ბოლო კლუბი ამ ეტაპზე ჯერ არ ვიცი სად წავალ. ნაპოლთან ახლოს იყო ეს ქალაქი, უკარგესი გარემო, უკარგესი ხალხი, საკმაოდ წარმატებულად დავამთავრე კარიერა და სტატისტიკა ძალიან კარგი მქონდა. ალბათ იტალია, რადგან უკვე როგორც ჩემთვის მეორე სახლი ისია. ასევე ვთამაშობ როგორც იტალიელი მოთამაშე და არ ვარ ლეგიონერი და ეს ჩემთვის ძალიან დიდი პრივილეგია არის. შემიძლია ნებისმიერ იტალიის ლიგაში ვითამაშო, ისე რომ სხვა მოთამაშეს დისკომფორტი არ შევქმნა და ვიყო ერთ-ერთი მათგანი. აქედან გამომდინარე მივეჩვიე და ის დონე, რაც იტალიაში არის, ძალიან მაგმაყოფილებს, თორე ალბათ ასე რო არ იყოს კომფორტის ზონიდან აუცილებლად უნდა გახვიდე რომ გაიზარდო. და უნდა აღვნიშნო 27 წლიანი პაუზის შემდეგ 2 წლის წინ აღდგა საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები და მისი აღდგენის დღიდან შენ სრულფასოვანი წევრი ხარ, გითხარი რას ნიშნავს ეროვნულ ნაკრებში თამაში. როდესაც საქართველოს ჰიმნი ისმის სხვა ქვეყანაში და ამ ჰიმნს მღერი ხარ, გულზე ხელი გაქვს დადებული და საქართველოს ნაკრების მაისური გაცვია, ეს არის უბრალოდ დიდი პასუხისმგებლობა. ძალიან გვიხარია და ეხლაც ვემზადებით ჩემპიონატისთვის. პატარა ქვეყნებს შორის გვექნება ევროპის ჩემპიონატი, გაიმართება 23 ივნისიდან 30 ივნისამდე. ვემზადებით აქტიურად და ვიმედოვნებთ რომ ძალიან კარგ შედეგს დავდებ. როდესაც მე ოცნება მქონდა და ვთქვი რომ აი მე ევროპას და იტალიას გავაგებინებ ჩემს ახლოს და ნელ-ნელა ამ ყველაფერს ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვები. ვფიქრობ, რომ ჩემ ხალხისთვის ეს ყველაფერი იყო უბრალოდ სასაცილო მიზანი. ამიტომ ზუსტად მან მივხვდი, რომ ეს მიზანი იყო დიდი, როდესაც ხალხს ეღიმება შენს მიზანზე, ხვდები, რომ დიდი მიზანი გაქვს და აი არ უნდა შეწყვიტო ამ ყველაფერზე ოცნება და განვითარება, რომ მიაღწიო ამ მიზანს. ძალიან დიდი მადლობა, რომ გაგვიზიარე შენი ისტორია, შენი მიზნები, რომ არ დანებდი, შრომას ნამდვილად აქვს შედეგი და წარმატება უნდა გისურვო. დიდი მადლობა თქვენ.